იმ შემთხვევაში თუ პაციენტს დიდი ხანია აწუხებს ხერხემლის ტკივილი და ანამნეზში ფიგურირებს თიაქარი, აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი ნიუანსები. ის თიაქარი, რომელიც წლებია ფიქსირდება MRT სურათზე, არის უკვე მუქი ფერის და არ იცვლება ზომაში. ეს არის უკვე დანაწიბურებული თიაქარი, რომელიც არის უხეში კონსისტენციის. ეხება ირგვლივ მდებარე ქსოვილებს, აღზიანებს მას და ვითარდება ტკივილი. იმ შემთხვევაში თუ დანაწიბურებული თიაქარი დიდია 6 მმ და ზევით და საგრძნობლად კეტავს ხერხემლის არხს. მაშინ მკურნალობა უნდა მოხდეს ნეიროქირურგიული წესით, ანუ ოპერაციის გზით. ხოლო თუ დანაწიბურებული თიაქარი არის დაახლოებით 3-დან 4 მმ-მდე, მაშინ ძალიან ეფექტურია სამკურნალო ფიზიოპროცედურა, კერძოდ ულტრაბგერითი თერაპია, ლაზეროთერაპია, ოღონდ პარავერტებრალურად. ჩემი გამოცდილებით ხშირად მინახავს პაციენტები, რომლებსაც ხშირად აწუხებთ ხერხემალი. MRT კვლევის დასკვნაში რადიოლოგი წერს, რომ აღინიშნება ბრალობითი პროტრუზიები და პაციენტი ამის გამო ვარდება პანიკაში. მინდა დაგამშვიდოთ, რომ უმრავლეს შემთხვევაში ხერხემლის მალთოშვა დისკის ნაწიბური ეშლებათ პროტრუზიაში ან თუგით თიაქარში. ზოგადად იცოდეთ, მთელი ცხოვრების განმავლობაში მალთოშვა დისკი განიცდის ტრავმას და ის პერმანენტულად ხორცდება, რაც საბოლოოდ ტრავმირებული დისკი ხებულობს ნაწიბურის სახეს. ამიტომაც უმრავლეს შემთხვევაში ეს ნაწიბური მკურნალობას არ საჭიროებს.